უოკეშა, პატარა რაიონი ამერიკაში, რომელიც უისკონსინის შტატის ჩრდილოეთით მდებარეობს, არის დიდებული გეოგრაფიული გარემოს ნაწილი. ტერიტორია სავსეა ბორცვებით, ტყეებითა და მშვიდი ბილიკებით. დილის ადრეულ საათებში აქ მდინარე ფოქსი ნისლს წარმოქმნის, რომელიც პეიზაჟს და ნაპირებზე მდგარ გიგანტურ ხეებს ფარავს. მიუხედავად მთელი ამ სილამაზისა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს თანამედროვე ლეგენდები უოკეშას მისტიკურ ტყეებს მიაღწევდნენ, ტყეებს, რომლებიც ისედაც სავსე იყო ამბებით იდუმალი მცველების შესახებ. და კიდევ უფრო უარესი საშინელი დანაშაული პირდაპირ იქნებოდა დაკავშირებული ლეგენდასთან. დღეს მე მოგიყვებით სლენდერმენის საქმის შესახებ, რომელმაც 2014 წლის შუა პერიოდში შეძრა კრიპიპასტების მოყვარულები მთელ მსოფლიოში. წლის 31 მაისის დილას მზე ჯერ კიდევ ახალი ამოსული იყო, როდესაც პეიტონ ლაიტნერმა გაიღვიძა თავისი მეგობრის, მორგან გაიზერის სახლში. წინა ღამით მან მონაწილეობა მიიღო წვეულებაში, სადაც მასთან ერთად იყვნენ მორგანი და ანისა ვეიერი, სამივე 12 წლის უოკეშა საშუალო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადრე ადგა, პეიტონმა შეამჩნია, რომ მორგანი და ანისა უკვე დიდი ხნის გაღვიძებულები იყვნენ. ის ჩავიდა სახლის პირველ სართულზე და ნახა მეგობრები, რომლებიც მორგანის კომპიუტერს იყენებდნენ. ცოტა ხანში კი ტრიო დონატებით საუზმისთვის შეიკრიბა. ჯამის დროს მორგანმა თქვა, რომ სურდა პარკში წასვლა და ამისთვის ნებართვა სთხოვა დედამისს, ენდის, რომელსაც ეს იდეა დიდად არ მოეწონა. თუმცა მორგანის დაბადების დღე იყო და რადგან ის თანატოლებთან ერთად იქნებოდა, იმ დილისთვის ენდიმ გამონაკლისი დაუშვა. როდესაც სამმა გოგონამ საბოლოოდ მიაღწია პარკს, ანისა მეგობრებს შესთავაზა, რომ იქვე ტყის კორომში დამალობანა ეთამაშათ. მორგანი და პეიტონი მალევე დაეთანხმნენ ამ იდეას. ეს იყო უბრალოდ დილის თამაში ტყეში, რომელიც მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნის ნაწილი იყო. ყოველ შემთხვევაში პეიტონი ასე ფიქრობდა. ასე რომ, როდესაც ანისამ სთხოვა მიწაზე დაწოლილიყო და ტოტებითა და ფოთლებით დაფარულიყო დასამალად, პეიტონმა ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშის ნაწილად აღიქვა. მაგრამ ეს წამებში შეიცვალა. ზურგზე მწოლიარემ მან დაინახა, რომ მორგანი უცნაურად მიუახლოვდა და მის ფეხებზე ჩამოჯდა, შემდეგ სახით მის თავთან დაიხარა და ბოდიში მოუხადა იმ არგუმენტით, რომ მას მოსდევდნენ. თავდაპირველად პეიტონი ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მალე მტკივნეულმა ჩხლეტამ გაუარა სხეულში და პირველს მოჰყვა კიდევ 18 ჩხლეტა, რომლებიც მოხვდა მის ფეხებს, ხელებსა და ტორსს. როდესაც ეს დასრულდა, ორი გოგონა, მორგანი და ანისა, უბრალოდ აუჩქარებლად გაეცალნენ ტერიტორიას და ხეებს შორის გაუჩინარდნენ. თავიდან პეიტონი ვერ აცნობიერებდა, რომ დაჭრეს, შემდეგ თითქმის 10 წუთის განმავლობაში ის სისხლისგან იცვლებოდა, სანამ ინსტინქტმა არ უკარნახა, ძალა მოეკრიბა და წამომდგარიყო. გოგონა ეყრდნობოდა ხის ტოტებს გადასაადგილებლად და დაჟინებით სურდა ეპოვა ადგილი დახმარების სათხოვნელად. იმ მომენტში პეიტონს სუნთქვა უჭირდა და ტყივილი ყოველ ნაბიჯზე იზრდებოდა, მაგრამ მაინც მოიკრიბა მთელი დარჩენილი ძალა, რომ საბოლოოდ მინდორის პატარა მონაკვეთამდე მიეღწია. და იქ დიდი გამართლებით იგი შეამჩნია ველოსიპედისტმა, რომელიც ამ მონაკვეთს გადიოდა. კაცი სწრაფად მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და შესაბამისი სამსახურები გამოიძახა. მოკლე დროში შემთხვევის ადგილზე პარამედიკოსები და პოლიცია მივიდნენ. პრო-ჰელსის მემორიალურ საავადმყოფოში პეიტონი მიიღო საექნო გუნდმა, რომლებიც მისი სხეულის დანახვისთანავე მიხვდნენ, რომ მდგომარეობა კრიტიკული იყო. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საოპერაციო განყოფილებაში, სადაც ექიმებმა დაინახეს მომხდარის რეალური მასშტაბი. ქირურგიული ანგარიშის თანახმად, პეიტონს მიყენებული ჰქონდა მრავალჯერადი ჭრილობა დანით, რომლებიც მოხვდა ხელებისა და ფეხების რბილ ქსოვილებში, ხოლო ორი ჭრილობა აღწერილი იყო, როგორც თითქმის ფატალური. ერთ-ერთი ჭრილობა მოხვდა დიაფრაგმას, რამაც დააზიანა ღვიძლი და კუჭი. მეორემ კი მის გულთან ძალიან ახლოს, სასიცოცხლო არტერიიდან 1 მილიმეტრზე ნაკლები მანძილით გაიარა. პასუხისმგებელმა ქირურგმა დოქტორმა ჯონ კელემანმა მოგვიანებით განაცხადა, დანის პირი სულ ოდნავ წინ, თმის ხერის დაშორებითაც კი რომ მოხვედრო და გადარჩენის შანსი არ იარსებებდა. ეს სამედიცინო ოპერაცია 6 საათის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდა. როდესაც პეიტონმა საბოლოოდ გაიღვიძა ანესთეზიისგან ჯერ კიდევ გაბრუებულის, მისი პირველი ფიქრები არა მხოლოდ ჭრილობებზე, არამედ მის მეგობრებზე მორგანსა და ანისაზე იყო. ის შემზარავი სიცხადით აცნობიერებდა, რომ სწორედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი ყოველივე ამაზე.
პეიტონი 12 წლის ასაკში რთული დილემის წინაშე დადგა მისი ნდობა სასტიკად გასტეხეს მათ, ვისაც მეგობრებად მიიჩნევდა. და რაც ყველაზე ცუდია, წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ. სანამ პეიტონ ლაიტნერი ჯერ კიდევ სიცოცხლისთვის საოპერაციო მაგიდაზე იბრძოდა, მორგან გაიზერი და ანისა ვეიერი ოფიციალურად დაკარგულებად ითვლებოდნენ. მათი მოულოდნელი გაუჩინარების გამო დაიწყო სამძებრო ოპერაცია და რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცავებმა იპოვეს 2 ახალგაზრდა, რომლებიც 94 ავტომაგისტრალზე მიდიოდნენ. მათ თავდასხმის ადგილიდან თითქმის 8 კილომეტრი ჰქონდათ გავლილი. გოგონებს თან ჰქონდათ ჩანთა, რომელშიც გამომძიებლებმა იპოვეს სისხლით დასვრილი სამზარეულოს ტანა 13 სანტიმეტრიანი პირით. კითხვაზე თუ სად მიდიოდნენ, მათი პასუხი იყო, რომ მოგზაურობდნენ ჩიკაგო ნიკოლეს ეროვნული ტყისკენ, უისკონსინის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მათი თქმით, საბოლოო მიზანი იყო ეგრეთ წოდებულ სლენდერის სასახლეში ზებუნებრივი არსების სავარაუდო თავშესაფარში მისვლა. არსების, რომლისაც მტკიცეც სჯეროდათ და არსება, რომელიც თითქოს მათ უთვალთვალებდა. აქ გამომძიებლებისთვის ცხადი გახდა, რომ დანაშაულს უფრო ღრმა მოტივები შეიძლება ჰქონოდა და მათი ვარაუდი მალევე დადასტურდა. როდესაც ენდი გაიზერი მორგანის დედა მიიყვანეს ჩვენების მისაცემად, მან განაცხადა, რომ მისი ქალიშვილის ქცევა სულ უფრო შემაშფოთებელი ხდებოდა, ბოლო კვირების განმავლობაში კი იგი აშკარად ფსიქოზური გახდა. თუმცა, როგორ მივიდა საქმე ამ შედეგამდე, ამ ყველაფერს ახლა გავიგებთ. ამ საქმის ისტორია ყოველთვის უნდა დაიწყოს ერთი ადამიანის, პეიტონ ლაიტნერის გადმოსახედიდან. ტყეში თავდასხმამდე წლებით ადრე ახალგაზრდა მოზარდს ჰქონდა ნაზი, ოპტიმისტური და აბსურდულად ემპათიური პიროვნება. სწორედ სიკეთისა და სხვისიმოვლის ბუნებრივმა მიდრეკილებამ მიიყვანა იგი მორგან გაიზერთან. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ მეოთხე კლასში გაიცნეს. დროთა განმავლობაში პეიტონი მოხიბლა მორგანის თავისებურმა იუმორმა, მისი მოურიდებელი ხუმრობებითა და მხატვრული ნიჭით. მის თვალში ახალი მეგობარი მომხიბლელი იყო და მათ შორის ნდობაც ძალიან სწრაფად გაიზარდა. მათ დაიწყეს სკოლის შემდეგ ერთად თამაში, შეხვედრები შაბათ-კვირას და ერთმანეთთან ღამით დარჩენა. მაგრამ ეს დინამიკა 2 წლის შემდეგ შეიცვალა. მე-6 კლასში მორგანმა ახალი მეგობარი ანისა ვეიერი გაიჩინა და შემდეგ ყველაფერი მართლაც სხვანაირად წარიმართა. მორგანმა დაიწყო ეპიზოდურად უცნაური ქცევების გამოვლენა. როდესაც სადმე მიდიოდნენ, ის ყოველგვარი ხილული მოტივაციის გარეშე სხვა ბავშვებს უყვებდა. სკოლაში კი იყო დღე, როდესაც რვეულში მრავალჯერ დაწერა სიტყვა სიკვდილი. ბუნებრივია, ეს უნდა ყოფილიყო განგაშის სიგნალი. თუმცა მასწავლებლებმა ეს ეპიზოდები მიაწერეს მორგანის ექსცენტრიულობას და ყურადღების მიქცევის უბრალო მცდელობას. მართალია, თავად პეიტონიც შეშფოთებული იყო, მაგრამ არც მან და არც მასწავლებლებმა არ იცოდნენ, რომ იმ დროს მორგანს უკვე ჰქონდა შიზოფრენიის ნიშნები. ამრიგად, მორგანის უცნაური ქცევები გაძლიერდა და მალევე სხვა ბავშვებმა მის წინააღმდეგ ბულინგი დაიწყეს. შექმნილ სიტუაციაში პეიტონი ცდილობდა მეგობრის გვერდით დარჩენილიყო, მაგრამ მორგანი იცვლებოდა, ეს კი მას აშინებდა. როდესაც მორგანმა დაიწყო საუბარი უცნაური არსებების დანახვაზე და შიშზე, რომ გიждდებოდა, უკვე ანისა შეეცადა მის დამშვიდებას და უთხრა, რომ სინამდვილეში ის იყო მედიუმი, რომელსაც ორი სამყაროს დანახვა შეეძლო. ამის გაგონებისას მორგანმა გარკვეული ნუგეში ჰპოვა და კიდევ უფრო დაუახლოვდა ანისას. იქამდე კი მას გაუმხილა კონკრეტული ფიგურის შესახებ, რომელიც მას აწუხებდა. მორგანი არსებას ისოს უწოდებდა და აღწერდა როგორც მაღალ, გამხდარ ფიგურას, რომელიც თითქოს მის უკან უძრავად იდგა. ანისამ დაადასტურა, რომ მასაც ჰყავდა ნანახი ეს არსება და რომ მას სინამდვილეში სლენდერმენი ერქვა. მორგანმა ანისას ასევე უამბო, რომ ეს იყო ფიგურა, რომელიც ფიგურირებდა ინტერნეტში უცნობების მიერ გაზიარებულ ბევრ სხვა ისტორიაში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კონტაქტი ჰქონდათ მასთან. ამ მომენტიდან მორგან გაიზერი ჩაიძირა ახალ სამყაროში, კრიპიპასტების სამყაროში, რაც სხვა არაფერია თუ არა ინტერნეტ ქსელში გავრცელებული საზარელი ნარატივები, რომლებიც თანამედროვე ურბანული ლეგენდების როლს ასრულებენ. მათ დაიწყეს ამ შინაარსის ობსესიური მოხმარება, რაც ცოტა ხანში ტყეში მომხდარი ფინალით დასრულდა. მაგრამ სანამ წინ წავალთ, მოდით გავიგოთ, რა არის ზუსტად კრიპიპასტები. ამისთვის უნდა დავბრუნდეთ 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში. იმ პერიოდში ინტერნეტში ჯერ კიდევ არ დომინირებდნენ დღევანდელი დიდი პლატფორმები. სივრცეს იკავებდნენ ფორუმები, როგორიცაა Reddit, ასევე 4chan და სხვები.
ისინი თავის საწყის ვერსიაში იდეების გაზიარების და განხილვის ადგილად ითვლებოდნენ ახალგაზრდებისთვის. მათ კი დროთა განმავლობაში ჩამოუყალიბდათ კოლექტიური ფანტაზია, ყველას შეეძლო ანონიმურად გამოქვეყნება, აზრების გაზიარება და ისტორიების აგება. სწორედ ამ კონტექსტში დაიწყო ტექსტების გავრცელება, რომლებსაც ციფრული კოცონის ისტორიებს უწოდებდნენ, რაც იყო კოცონის გარშემო მოყოლილი ამბების თანამედროვე ვერსიები. პირველი ისტორიები მარტივი იყო, იქმნებოდა უცნაური ვიდეოები, რომლებსაც თითქოს მაყურებლის მოკლა შეეძლოთ. ასევე იყო ფოტოები, რომლებიც ნებისმიერს გააგიჟებდა, ვინც დიდხანს უყურებდა. და მაინც, ჟანრის პირველი ნახტომი მოხდა 1997 წელს, როდესაც ტეხასელმა ჟურნალისტმა ბრაიან ბეთელმა ფორუმზე გამოაქვეყნა ცნობა შავთვალება ბავშვებთან შეხვედრის შესახებ. ისტორიის თანახმად, ფერმკრთალი შავთვალება ბავშვები ნახეს ტეხასისა და ორეგონის საცხოვრებელ ადგილებში, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ. მათი მიზანი იყო ადამიანების ნდობის მოპოვება, მათ სახლებში შესვლა და შემდეგ თითქოს ზიანის მიყენება. ლეგენდა ფართოდ გავრცელდა ინტერნეტ მასებში და მრავალჯერ გახმოვანდა. ნეტი უკვე წარმოადგენდა ნოყიერ ნიადაგს და მზად იყო საშინელებათა ისტორიების გასავრცელებლად. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული უკვე ყოველ წელს ახალი ლეგენდები ჩნდებოდა. 2006 წელს კი გამოჩნდა რეიკის მითიც. იგი აღწერილია როგორც ჰუმანოიდური ფერმკრთალი გამხდარი უბეწვო არსება, რომელიც მსხვერპლს ხამით უთვალთვალებს, ზოგჯერ საწოლის ქვემოდან. როგორც უკვე ვახსენეთ, საიტები ფორჩინი, რედიტი და სხვები იყვნენ მთავარი ადგილები ისტორიების მოსაყოლად, სანამ შემდეგ არ შეიქმნა უზარმაზარი საიტი creepypasta.com, საიდანაც ყველაზე მეტი ურბანული ლეგენდა აღმოცენდა. ერთ-ერთი მათგანი იყო Smile Dog, წითელ ტონებში გადაწყვეტილი მომღიმარი ძაღლის ფოტო უცნაური ისტორიით. სწორედ ამ მზარდ სცენარში 2009 წლის ივნისში კომედიურმა ინტერნეტ ფორუმმა Something Awful-მა, რომელიც ცნობილი იყო თავისი მწარე იუმორით, გამოაცხადა ფოტოშოპის კონკურსი პარანორმალურ თემაზე. იდეა მარტივი იყო, მონაწილეებს უნდა შეექმნათ საშინელი გამოსახულებები. კონკურსანტებს შორის იყო საიტის ერთ-ერთი მომხმარებელი ფსევდონიმით ვიქტორ სერჯი, ნამდვილი სახელით ერიკ კნუდსენი, რომელმაც 10 ივნისს კონკურსისთვის 2 სურათი გამოაქვეყნა. მათში შესაძლებელი იყო გამხდარი ანომალურად მაღალი ფიგურის დანახვა, რომელიც ხეებს შორის იმალებოდა. რადგან ფორუმის საზოგადოებამ სწრაფად აიტაცა ეს არსება, ერთი დღის შემდეგ უკვე მომხმარებელმა ლიჩკოუდ 5-მა დაამატა იგივე სურათი თავისი წინა ისტორიით, რითაც მითოლოგია გააფართოვა. 2 დღის შემდეგ მომხმარებელმა ტრენტმურმაც დაამატა საკუთარი ინტერპრეტაცია, რითაც გაამდიდრა არსების ლეგენდა, რომელსაც საბოლოოდ ეწოდა მაღალი კაცი, რაც ინგლისურად ჟღერს როგორც სლენდერმენი. მაგრამ ახლა უნდა დავუბრუნდეთ საქმეს. 2014 წლისთვის საშინელებათა მთელი ეს სამყარო უკვე კონსოლიდირებული იყო. სლენდერმენის შესახებ ისტორიები მრავლდებოდა და ჩნდებოდა ახალი ცნობები, ახალი ვერსიები და ახალი მომხმარებლები, რომლებიც თავის გამოცდილებას ხვებოდნენ თითქოს ამ არსებასთან კონტაქტზე. და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც შემდეგ მორგან გაიზერის გონებაში ხდებოდა. მეორე მხრივ, საშინელებათა ეს სამყარო ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მივიდა 12 წლის გოგონასთან, პეიტონ ლაიტნერთან. მას მორგანისგან ესმოდა ეს საზარელი და დღითიდღე უფრო უარესი ისტორიები. ეს ზედმეტი ინფორმაცია იყო პეიტონისთვის, რომელსაც არ უნდოდა უხეში ყოფილიყო მეგობართან, ამიტომ კარგ მსმენელად წარმოაჩენდა ხოლმე თავს, თუმცა მსგავსი კონტენტი არ მოსწონდა. იგი ცდილობდა გაეგო სიტუაცია და სჯეროდა, რომ ეს მხოლოდ მორგანის მორიგი წარმავალი ინტერესი იყო. სიმართლე კი ისაა, რომ დღითიდღე მისი მეგობარი სულ უფრო ღრმად იჯერებდა სლენდერმენის არსებობას. ამან საბოლოოდ თავად პეიტონიც აიძულა კითხვა დაესვა ამ არსების არსებობაზე და ამისთვის მან დედას, სტეისი ლაიტნერს კითხა, იყო თუ არა ეს ყველაფერი მართალი. სტეისიმ დაამშვიდა იგი და განუმარტა, რომ ეს ინტერნეტის გამოგონილი იყო. ამ პასუხმა პეიტონი ცოტა დააწყნარა, თუმცა ის ზუსტად ხვდებოდა, რომ მორგანისთვის სლენდერი რეალური იყო. ამის გამო მან მეგობრობის გაწყვეტაც კი განიხილა, მაგრამ საბოლოოდ პეიტონმა მორგანის გვერდით დარჩენა გადაწყვიტა. თავად გოგონას დედამ სტეისმაც ABC News-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ მის ქალიშვილს სრულად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მორგანთან მეგობრობა არ იყო ჯანსაღი, თუმცა მასთან ჩამოშორებით პეიტონი უღალატებდა მას, ვისაც ის სჭირდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში მათი ერთად ყოფნა კიდევ უფრო უხერხული გახდა. პეიტონი ამჩნევდა, რომ მორგანს იგი არ უყვარდა, ეპყრობოდა ცივად, დისტანციურად და ხანდახან სასტიკადაც.
მორგანისა და ანისას დინამიკა კი პირიქით, ინტენსიურად იზრდებოდა და რაც უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა სლენდერი ორი მეგობრის ყოველდღიურობაში. ამ სცენარში პეიტონმა ვერ დაინახა და ვერც კი წარმოიდგინა, რომ მისი მეგობრების ობსესია ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. მას არ შეეძლო სცოდნოდა, რომ მორგანი და ანისა ფარულად გეგმავდნენ მისი სიცოცხლის მოსპობას. და ასე გაგრძელდა ყველაფერი მორგან გაიზერის 12 წლის იუბილემდე. ოპერაციის შემდეგ პეიტონმა სრული ჩვენება მისცა მომხდარის შესახებ. მისი თქმით, მორგანის დაბადების დღეს ისინი სასრიალოდ წავიდნენ, იცინოდნენ, ერთობოდნენ, შუა დღე კი გაყინული იოგურტის ჭამით დაასრულეს. შემდეგ მორგანის სახლისკენ გაემართნენ ტრადიციული წვეულებისთვის. თავიდან მორგანი მეგობრებისგან მოითხოვდა, რომ წვეულებას გვიანობამდე დასწრებოდნენ, რადგან ეს იყო იმ იშვიათი შემთხვევებიდან ერთ-ერთი, როცა დედა გვიან დაძინების უფლებას აძლევდა. თუმცა, დაბადების დღეზე მან პეიტონი გააკვირვა იმით, რომ ადრე მოუნდა დაძინება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი მოგვიანებით მორგან გაიზერისა და ანისა ვეიერის ჩვენებებიდან გაირკვა. ორივე მაღიარა, რომ საწყისი გეგმა იყო პეიტონის მოკლა ძილის დროს, მაგრამ როდესაც გამთენიისას გაიღვიძეს გადაიფიქრეს. მათ გეგმა დილისთვის გადადეს, როცა მას პარკში წაიყვანდნენ დამალობანას თამაშის საბაბით. მორგან გაიზერს ჰქონდა შიზოფრენიის აშკარა სიმპტომები. ის საუბრობდა მუდმივ ჰალუცინაციებზე, ფიგურებზე, რომლებიც არსაიდან ჩნდებოდნენ და ფერებზე, რომლებიც კედლებზე ჩამოედინებოდა როგორც გამდნარი საღებავი. ახსენებდა ორ წარმოსახვით მეგობარს, მეგს და სევს, მაგრამ იყო მესამე წარმოსახვითი მეგობარიც, რომელიც იყო ბევრად უფრო ბნელი არსება, რომელსაც იგი ისოს უწოდებდა. მორგანისთვის ისო იყო კვამლისგან შექმნილი კაცის ფიგურა, რომელიც თითქოს მის უკან ჩნდებოდა, როცა სარკეში იყურებოდა. ანისამ კი თავის მხრივ მომხდარის შესახებ ცნობიერების სხვა დონე აჩვენა. პოლიციელთან საუბარში მან აღიარა, რომ ახლა ხვდებოდა სლენდერმენი არ იყო რეალური და საბოლოო ჯამში ყველაფერი მხოლოდ მოზარდების მიერ სხვა ხალხის შესაშინებლად შექმნილი გამოგონება იყო. მან ასევე არ აღნიშნა ისეთი ინტენსიური ვიზუალური ან აუდიო ჰალუცინაციები, როგორიც მორგანს ჰქონდა. ანისა ვერ ხედავდა ბურუსით მოცულ ფიგურებს და არ ესმოდა ხმები, თუმცა მაინც ატარებდა საკუთარ თავში სლენდერის დიდ შიშს იმდენად რეალურს, რომ იგი დანაშაულის ფსიქოლოგიურ ტრიგერად იქცა. მისი ჩვენების თანახმად მას სჯეროდა, რომ სლენდერმა აშკარა მუქარა დაუტოვა, თუ ის არ გააკეთებდა იმას, რაც მას სურდა მის ოჯახს 3 წამში ამოხოცავდა. ამ დამახინჯებულ ნარატივში კი ანისამ და მორგანმა თქვეს, რომ სლენდერს სურდა მათ პეიტონის სიცოცხლე შეეწირათ მსხვერპლად საკუთარი ოჯახების დასაცავად. იმ დროისთვის მათ გონებაში სიტუაცია გაუბრალოებული იყო და დაკარგული ჰქონდათ უნარი გაიაზრებინათ მკვლელობის რეალური შედეგები. პირველი ფსიქოლოგიური გამოკვლევების შემდეგ მორგანი და ანისა სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ დატოვეს, სანამ წინასასამართლო პროცედურებს ელოდნენ. უკვე ციხისგარეთ უოკეშას სასკოლო ოლქმა აირჩია გზა, რომ სრულად დაებლოკა ცდომა პლატფორმა კრიპიპასტა ვიკიზე, საიტზე, სადაც უამრავი მასალა იყო სლენდერმენის შესახებ. მიზანი იყო შეეკავებინა ჩფოთვის ტალღა, რომელიც სკოლის დერეფნებში ვრცელდებოდა. უოკეშას საშუალო სკოლის დირექციამ ასევე წაახალისა მოსწავლეები და მასწავლებლები, რომ დაეწერათ ტექსტები პეიტონ ლაიტნერისთვის გასაგზავნად, რომელიც ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ამასობაში ინტერნეტში დებატები უხვად გაჩნდა. მათი უმეტესი ნაწილი მოდიოდა ადამიანებისგან, რომლებიც ამბობდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა პასუხისმგებლობის პერსონაჟისთვის დაკისრებას. თვით კრიპიპასტა ვიკიმაც კი გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხაზს უსვამდა, რომ საიტის კონტენტი მთლიანად ფიქტიურია და არცერთ საშინელებათა ნაწარმოებს თავისთავად არ შეუძლია მკითხველი დამნაშავედ აქციოს. მათ ასევე შეახსენეს ყველას, რომ საიტი არის ლიტერატურული სივრცე და არა ფორუმი, რომელიც ახალისებს ძალადობას, რიტუალებს ან რაიმე სახის დესტრუქციულ ქცევას. საიტის მომხმარებლებმა და აქტიურმა წევრებმა კი მოქმედება გადაწყვიტეს. 2014 წლის 13 და 14 ივნისს შორის მათ მოაწყვეს 24 საათიანი ლაივ სტრიმი YouTube-ზე, რათა შეეგროვებინათ თანხა პეიტონ ლაიტნერის დასახმარებლად. მოგვიანებით უისკონსინის შტატის ქალაქმა მედისონმაც იმოქმედა და ტრადიციული ადგილობრივი გასტრონომიული ფესტივალი პეიტონის მხარდასაჭერ დღესასწაულად აქცია. ამ ინიციატივამ გააერთიანა სულ მცირე 250 მოხალისე და საბოლოოდ ფესტივალმა $60,000 მეტი შეაგროვა,
რომელიც პირდაპირ ლაიტნერების ოჯახის სამედიცინო ხარჯებს მოხმარდა. მაგრამ ამის მიუხედავადაც დანაშაულის შესახებ დებატები არ შეწყვეტილა. უოკეშას პოლიციის უფროსმა რასელ ჯეკმა თქვა, რომ ეს შემთხვევა უნდა ყოფილიყო გაფრთხილება ყველა მშობლისთვის, რომ ინტერნეტი ზოგჯერ სავსეა ბნელი და გარყვნილი თემებით. ეს გაფრთხილება ტირაჟირებული იქნა გაზეთებსა და ტელეახალ ამბებში, რაც ხვებავდა დისკუსიებს ციფრულ უსაფრთხოებაზე, მშობლების მხრიდან ზედამხედველობასა და ბავშვების მოწყვლადობაზე მძიმე კონტენტის წინაშე. ამ რეზონანსმა დროთა განმავლობაში გააღრმავა დებატები ინტერნეტის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში, განსაკუთრებით ბავშვთა სამყაროში. ამის საპირისპიროდ FBI-ის გადამდგარმა აგენტმა ჯონ ეგეროფმა თქვა, რომ ინტერნეტი ჰგავს შავხვრელს, რომელსაც შეუძლია ბავშვები ბნელ სამყაროს დაუქვემდებაროს და რომ მშობლებმა უნდა გააკონტროლონ თუ რაზე აქვთ ცდომა მათ შვილებს, გარდა იმისა, რომ ღიად ესაუბრონ ისეთ თემებზე, როგორიცაა მორალი, ფანტაზია და რეალობა. მეორე მხრივ ისეთმა ადამიანებმა, როგორიცაა შირაჩესი, ჯორჯიის უნივერსიტეტის მედიის პროფესორი, წამოაყენეს არგუმენტი, რომ კრიპიპასტები არ არის იმაზე მეტად საშიში, ვიდრე კლასიკური ისტორიები ვამპირებსა თუ ზომბებზე. მისი აზრით, პლატფორმები, როგორიცაა კრიპიპასტა ვიკი, წარმოადგენენ კრეატიულ საზოგადოებებს, რომლებიც ახალისებენ წერას, გაზიარებასა და კრიტიკას, რაც სინამდვილეში შესაძლოა პოზიტიურიც კი იყოს მომავალი ნიჭიერი მწერლების ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან სლენდერის შესახებ ისტორიების წერა ნაკლებად საზარელი ფორმით დაიწყეს. ახალი ვერსიები წარმოაჩენდნენ პერსონაჟის კეთილშობილურ ქმედებებს, რომელიც ანტიგმირის როლს იღებდა და იცავდა ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ბულინგს განიცდიდა. მაგრამ სანამ საზოგადოება სლენდერის იმიჯის გადარჩენას ცდილობდა, ორიგინალური საქმის მსვლელობა პირველ ნაბიჯებს დგამდა. დანაშაულის სიმძიმისა და ეროვნული მასშტაბის გავლენის გამო მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა, რომ ანისა ვეიერიც და მორგან გაიზერიც სრულწლოვნების წესით გასამართლებულიყვნენ. თუმცა მორგანს დაუდგინდა ადრეული ასაკის შიზოფრენია. ამ მიზეზით იგი გადაიყვანეს ვინებაგოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტში, სადაც სპეციალისტებს უნდა შეეფასებინათ გასამართლების მიზანშეწონილობა. ანისა ვეიერი კი სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ დარჩა სასამართლოს მოლოდინში. დანაშაულიდან 3 წლის შემდეგ უისკონსინის შტატის სასამართლოში ანისა ვეიერმა თავი დამნაშავედ ცნო პეიტონ ლაიტნერის მეორე ხარისხის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობისთვის. თუმცა მალევე ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ იგი უდანაშაულო იყო ფსიქიკური დაავადების ან დეფექტის გამო და აღიარეს, რომ ფსიქოლოგიურმა საკითხებმა იქონია გავლენა საქმეში მის მონაწილეობაზე. ამგვარად, მას მთლიანობაში 25 წელი მიესაჯა. რაც შეეხება მორგან გაიზერს, ის პროკურატურასთან გარიგებას დათანხმდა და ბრალი სრულად აღიარა. გარიგება მას ავალდებულებდა გაევლოს სრული ფსიქიატრიული შეფასება სტაციონარული მკურნალობის ვადის დასადგენად. საბოლოოდ, მორგანს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოს შედეგის გამოცხადებიდან 1 წლის შემდეგ დაანონსდა ფილმი სლენდერმენი სილვენ უაიტის რეჟისორობით. ბილ ვეიერმა ანისას მამამ საჯაროდ დაგმო ფილმის წარმოება და გამოშვება. მისი სიტყვებით, აბსურდი იყო ასეთი ფილმის გამოშვება, რადგან ის ანახლებდა იმ ტყივილს, რომელიც სამმა ოჯახმა გადაიტანა. მათ მხარდასაჭერად პროგრესულმა ჯგუფებმა შექმნეს პეტიცია ფილმის გამოშვების გაუქმების მოთხოვნით და პროექტს ტრაუმული მოვლენის უტიფარი ექსპლუატაცია უწოდეს. დოკუმენტს ხელი 19,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. თუმცა კინოკომპანია სონიმ განაცხადა, რომ ფილმი ეფუძნებოდა მხოლოდ ინტერნეტში პოპულარულ ფიქტიურ პერსონაჟს და არა უოკეშას შემთხვევას, რითაც დაადასტურა ფილმის გამოსვლა. წლების შემდეგ 2021 წლის 10 მარტს საქმემ კვლავ მიიპყრო ყურადღება მას შემდეგ, რაც ანისა ვეიერმა, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, სასამართლოს გაუგზავნა წერილი, სადაც სინანულს გამოხატავდა თავისი დანაშაულის გამო. მისივე სიტყვებით, მას სძულდა საკუთარი თავი პეიტონისა და საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, მაგრამ აღნიშნა, რომ თერაპიის სამკურნალო საათების შემდეგ მან საბოლოოდ შეძლო საკუთარი თავის პატიება. იმავე წლის ივლისში უოკეშას ოლქის მოსამართლემ გასცა ნებართვა ანისა ვეიერის ვინებაგოს ციხიდან გათავისუფლებაზე. ანისა გათავისუფლდა, მაგრამ მოექცა მკაცრი ზედამხედველობის, პერიოდული ფსიქიკური შეფასებებისა და გარე სამყაროსთან ადაპტაციის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. იმავე წელს პეიტონ ლაიტნერმა უოკეშას ოლქი ჩუმად დატოვა, კოლეჯი გამოიცვალა და მეორე კურსზე განაგრძო სწავლა.
ლაიტნერების ოჯახმა განაცხადა, რომ მეტნაკლებად მისაღები იყო მათთვის ანისას გათავისუფლების პირობები, თუმცა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ისურვებდნენ სასჯელი უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო. ამასობაში მორგანის იურიდიული სიტუაცია უფრო რთული იყო. 2020 წელს სასამართლომ უარყო მისი ადვოკატების აპელაცია, რომ იგი ხელახლა გასამართლებულიყო როგორც არასრულწლოვანი. ადვოკატმა ეჭქვეშ დააყენა სასამართლო პროცესი და მოითხოვა გადახედვა უისკონსინის უზენაესი სასამართლოსგან, მაგრამ სასამართლომ მოთხოვნა უარყო. 2 წლის შემდეგ მორგანმა მოითხოვა გათავისუფლება მკურნალობაში მიღწეული პროგრესის გამო, მაგრამ უარი მიიღო. 2024 წელს მან კვლავ მიმართა სასამართლოს იგივე არგუმენტებით, მაგრამ ისე უარი ეთქვა. თუმცა 2025 წლის იანვარში სასამართლომ მიიღო მისი მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა განაცხადეს მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ მორგანის ფსიქიკური დაავადების მკურნალობაში. იმავე წლის ივლისში სასამართლომ უკვე დაამტკიცა პირობითი გათავისუფლების გეგმა, რაც მოიცავდა პერიოდულ შეფასებებს და სპეციალურ ზედამხედველობას 2058 წლამდე. გათავისუფლებული მორგანის პირველი მცდელობა საცხოვრებელი სახლის მილუოკიში შეძენის შესახებ კი უარყოფილი იქნა, რადგან ის ზედმეტად ახლოს მიიჩნიეს ლაიტნერების ოჯახის რეზიდენციასთან. მეორე მცდელობა იყო მინოგუაში, მაგრამ ადგილობრივებმა გამოხატეს დისკომფორტი მორგანთან ერთად სივრცის გაზიარების გამო. საბოლოოდ მისმა ადვოკატებმა იპოვეს თავშესაფარი მედისონში. მომდევნო თვეებში მორგანზე ახალი ამბები აღარ გავრცელებულა, სანამ 2025 წლის 23 ნოემბრის დილას მედისონის პოლიციის ოფისს მისი გაუჩინარების შესახებ არ შეატყობინეს. გამოძიების თანახმად, მან გაჭრა თავისი ელექტრონული სამაჯური და ღამით სახლიდან გაიქცა. მალევე პოლიცია მიიღო ინფორმაცია მოწმეებისგან, რომლებმაც იგი მამაკაცის გვერდით ნახეს. ამ ინფორმაციის საფუძველზე ილინოისის შტატის პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ავტოგასამართის სადგურის უკან იმყოფებოდნენ. ცოტა ხანში ისინი იქვე იპოვეს, რა დროსაც პოლიციას ყალბისახელები განუცხადეს, მაგრამ მორგანმა მალევე გაამჟღავნა თავისი ნამდვილი ვინაობა. პირი, რომელიც მასთან ერთად იყო, იდენტიფიცირებული იქნა როგორც 43 წლის ჩად მეკა, მედისონის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი. წყაროების თანახმად, მორგანი ჩად მეკას უყვებოდა თავშესაფარში მის მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ, რამაც გამოიწვია მათი დაახლოება. ჩადს რაღაც მიზეზით აუკრძალეს მასთან შეხვედრები, რის შემდეგაც იგი მორგანის ოთახს მალულად სტუმრობდა და იქ გეგმავდნენ გაქცევას. ამჟამად ორივე სასამართლო პროცესს ელოდება. მთელი ამ წლების განმავლობაში კი პეიტონ ლაიტნერი აგრძელებდა ბრძოლას. მისი პირველი საჯარო ინტერვიუ მხოლოდ 2019 წელს შედგა, სადაც მან დაუჯერებელი რამ განაცხადა. ის მადლიერი იყო მორგან გაიზერის მიმართ და ამბობდა, რომ მომხდარის გამო მან იპოვა თავისი ცხოვრების გზა, რაც 12 წლის ასაკში არ ჰქონდა. პეიტონი იძულებული გახდა ნაადრევად გაზრდილიყო. ამ ინტერვიუს შემდეგ აღსანიშნავია, რომ პეიტონმა დახურული ცხოვრება აირჩია. ცნობილია ისიც, რომ 2019-ში მან გამოთქვა სურვილი გამხდარიყო თერაპევტი, რათა სხვებს დახმარებოდა. 2025 წლის ნოემბერში მორგანის გაქცევის შემდეგ კი ლაიტნერების ოჯახის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პეიტონი კარგად იყო. ბოლოს ალბათ უნდა ითქვას, მორგანი არ დაბადებულა სლენდერმენის რწმენით, ეს იყო მისი იზოლაციის, ჰალუცინაციებისა და გაურკვევლობის ერთგვარი ენა. შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები ბუნებით არ არიან მოძალადეები, მაგრამ როდესაც რეალობა ირღვევა და მკურნალობა ახდება, ისინი ფიქრობენ, რომ საფრთხეში არიან. გახსოვდეთ, თავდასხმისას მორგანმა პეიტონს ბოდიში მოუხადა, მას მართლა სჯეროდა, რომ ვიღაც დევნიდა. ეს იყო ხანგრძლივი ფსიქოზი, რომელიც ანისასთან ერთად გაზიარებულ სიგიჟეში გადაიზარდა და ამ საშინელი შემთხვევით დასრულდა.